99 აპრილს ვიყავი 6 წლის და კარგად მახსოვს მაშინდელი მიუხედავად პატარა ვიყავი ძალიან აქტიური ოჯახი მყავდა პოლიტიკურად ესე ვთქვათ და განსაკუთრებულად ვადევნებდი თვალს და კარგად მახსოვს მომდევნო დღეებში როგორ უარყოფდა სამთავრობო პროპაგანდა გაზის ქიმიური იარაღის გამოყენებას და როგორ ჭორად ადამიანებში ვრცელდებოდა ეს ამბავი რომ მეც და მეც გაეგო იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გარდაცვლილი ადამიანების დიდი ნაწილი დასახიჩრებული თავის დროზე იყვნენ ნიჩბებით და ხო და გარდაცვლილი ხო და გაზის ეფექტები იყო შემდგომ გრძელდებოდა დღეების მანძილზე თვეების მანძილზეც საავადმყოფოში როდესაც ხმალავდა მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო ესეთი ამბავი იყო ხო ანუ ვერ შეფუთავდა ვერ დამალავ დიდი ხანი ამიტომ ეს ამბავიც აი მას გავს ახლა პირველი რეაქცია რასაც მე უყურებ სამთავრობო პოლიტიკოსების სამთავრობო მედიის პროპაგანდისტული მედიის არის აი ზუსტად იგივე აი ეს ასოციაცია გაჩნდა ჩემში არა უარყოფა რომ ეს არის ტყუილი ესა და 1000 რამეს იგონა დღის მანძილზე თუ დააკვირდებოდით საინფორმაციო ველს 1000 რამე მოიგონეს იმით რომ ხალხი დაებნიათ ხო ჯერ 6 თვის წინ როგორ მტკიცებდნენ რომ BBC უმაღლესი სტანდარტების მედია და ხო მე როგორ მტკიცებდა რომ ინგლისური კანონმდებლობა უნდა გადმოიღონ და BBC მოყავდათ მაგალითად როცა ქართული მედიის შეზღუდვაზე ქონდათ საუბარი ხო იქ უარყოფდნენ კონტექსტს და ესე პირდაპირ გადმოვიღებთ ეხლა დღეს გახდა რომ თუნდაც BBC ყოფილა ფეიკების გამავრცელებელი ხო აი გურა მაჭარაშვილი და BBC დგას ერთმანეთის საპირწონედ რომ წარმოვიდგინოთ და პოსტივი და BBC აი ესეთი ის არის ხო დილემა შემდგომი იყო რომ თქვენს რომ უჩივლებთო ხო BBC-ს ეგ იყო შემდეგი განცხადება ნუ მიხვდნენ რომ ეგეც ახლა ძალიან არასერიოზულად ჩანდა იმიტომ რომ ერთია რაც ადამიანებმა ჯერ წაიკითხეს მაგრამ მე მათ ურჩევდით ვისაც ამის საშუალება ჰქონდათ გთხოვდით თქვენს ტელევიზიებს რომ ეს თარგმნოთ ქართულად და აყურებინოთ დოკუმენტური ფილმი რაც საათიანია ეს არ არის მხოლოდ მოვასწარი ვნახე მართლაც ძალიან საინტერესო ეს არ არის მხოლოდ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ეგ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია რომელიც შეიძლება ადამიანებს ან გამორჩათ თავის დროს იმიტომ ზედმეტად ახლოდან უყურებდით ამ პროცესებს იქვე ვიყავით და ემოციურად ჩართულები ამ პროცესში ან უბრალოდ აღარც ახსოვთ იმიტომ რომ ადამიანის გონება ესია მომართული რაღაცებს ვივიწყებთ ხოლმე განსაკუთრებით ცუდ გამოცდილებებს ხო ეს ერთი ნაწილი რაც შეეხება ბატონმა გომელაურმა დღევანდელი განცხადებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა სამმავლოდ გამოძებას წინ მან დაადასტურა ამ ნივთიერების არსებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავებში ხო იმიტომ რომ ეს ბორმობეზიციანიდი რაზეც არის საუბარი ხო ესეთ სახით მან თქვა რომ არსებობდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამას არავინ არ უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მედიცინის მუშაკები შარშან ნოემბრიდან მოუწოდებდა პოლიციას დაესახელებინა რა ნივთიერებას იყენებდნენ იმიტომ რომ ეს კითხვები გაჩნდა როგორც მედია იმიტომ რომ ხო არ ვლაპარაკობთ იმაზე რომ მედია სვამდა ამაზე კითხვებს ცხადია და სწორად აღნიშნა გიორგი მაც და ესე იყო მაგრამ ვითხოვდით დაესახელებინათ იმიტომ რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ორი რამის გამო შეიძლება ეს ნივთიერება ლეგალური ყოფილიყო და ყოფილიყო შეზღუდული მაგრამ ცოდნოდა ექიმებს რა სამეცნიერო დახმარება აღმოეჩინათ ადამიანებს ვინც ამით დაზარალდა იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის როცა პოლიცია იყენებს ძალას თუნდაც ლეგალურად იყენებს ძალად მას არ შეუძლია ეს გამოიყენოს ყველას წინააღმდეგ მან შეიძლება გამოიყენოს ვიღაც იმის წინააღმდეგ ვინც კანონს არღვევს და არა 10000-ობით ადამიანის წინააღმდეგ რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანად იდგა და აღმოჩნდა რომ ნივთიერება რომელსაც იყენებდნენ თურმე წუთები და საათები კი არ მოქმედებს დღეები და კვირები შეიძლება დარჩეს იქ და აბსოლუტურად მშვიდობიანად პროტესტის გარეშე გადაადგილების პოლიციელები თავად რომლებიც იქ იმყოფებოდნენ ისინი მსხვერპლები არიან ამ ნივთიერების გამოყენების რეალურად მათაც იგივე პრობლემები იგივე სიმპტომები უნდა აწუხებდეთ რაც ფონდები რომ დააყადაღეს გიორგი მინდა ეს გამახსენდა სხვათა შორის ფონდები რომ დააყადაღეს მე ედავებოდნენ სხვათა შორის რომ აირწინაღები რატო შეიძინეთო და თურმე აირწინაღები კი არა სამედიცინო პირბადებიც კი და მაგაზეც იყო დავა და დღეს ორგანიზაცია რომელსაც მე წარმოვადგენ, ასევე დაყადაღებულად სწორედ ამ ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმეზე, რომ თითქოს პირბადეების შეძენა და საუბარი არის პირბადეზე 200 ცალზე. ესე იგი 200 ცალ ეს ყოფილა თურმე პრობლემა და ხო ეხლა ვიღაცა არის პრობლემა. არ ვიცი მე არ ვარ დაწმული პირბადე ამისგან გვიცავს თუ არ გვიცავს, მე არ მაქვს ამის ცოდნა. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ადამიანებს უნდათ უსაფრთხოდ ეგძნოთ თავი და არა მარტო აქციაზე, ეს არ იყო მარტო აქციაზე, აქციის გარეშეც რო გასულიყავი რუსთაველზე, ეს საჭიროება მაშინაც ქონდა იქ. და ერთი საკითხი და დავასრულებ ეს იყო გამოძიებასთან დაკავშირებით. კარგია რომ გამოძიება დაიწყო. კი, საერთაშორისო გამოძიებაზე მინდა მაშინ თუ გნებავთ ეხლა თუ არა და მე
კარგია რომ გამოძება დაიწყო სუსმა, თუმცა აბსოლუტურად ამ რამ აქვს მოლოდინი, რომ ეს გამოძება იმისკენ უნდა იქნება მიმართული დღეს, რომ ისინი მართლა გამოიძებენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა თუ არა აკრძალული ქიმიური იარაღი. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი აღარ ვყავს საქართველოში, ვყავს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ პოლიცია კი აღარ ვყავს და იმსახურები საქართველოს კი აღარ აწერიათ სამწუხაროდ ლოგოზე, გერბზე. არამედ ისინი ემსახურებიან კონკრეტულად ივანიშვილს და მის ძალაუფლების შენარჩუნებას. ამიტომ ეს შტოები არის სინამდვილეში არა ერთმანეთის გამაწონასწორებელი, არა ერთმანეთზე გამოძების ჩამტარებელი, არამედ საერთო მიზნის მსახურებისთვის, მაგრამ ეს მუხლი რომ გამოძება დაწყებულია, კარგია, იმიტომ რომ მოვა დრო ჯერა ამის საქართველოში, რომ ამ გამოძების ფარგლებში ადამიანები პასუხს აგებენ. ამის წმენას მაძლევს ის გამოსწრება, რომელიც ქონია. აი, სულ მახსენდება ხოლმე, რომ 2006 წელს რო რაღაც მომხდარა, გამოძება დაწყებულა, უიმედოდ ყოფილვარ. აი, შიშველი პატიმრების საკითხი იყო ეგეთი. 2013 წელს რო ეს ხალხი გაუსამართლებია. ამიტომ ეს განცდა, რომ დაწყებული გამოძება მნიშვნელოვანია. მაქვს ყოველთვის, იმიტომ აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს, იმიტომ რომ ესეთი დანაშაული ვერ შერჩება ვერავის ქართველი ხალხის წინააღმდეგ.